ტკივილი. ტკივილის ობიექტური შეფასება შეუძლებელია. რატომ არ უნდა სტკიოდეს 21 საუკუნეში პაციენტს? ყველა ადამიანს გააჩნია ტკივილის ეგრეთ წოდებული ზღვარი. საქართველოში სამწუხაროდ არის ჯერჯერობით ის მიდგომა, რომ რახან ტკივილი არსებობს, მას აქვს მიზეზი და აუცილებლად მხოლოდ ამ მიზეზზე უნდა იყოს მიმართული ეს მკურნალობა. ტკივილის მეცნიაში არაფერი არ შეცვლა. ერთი ახალი პრეპარატიც კი არ არის მედიცინაში. რაც უფრო განვითარებულ საზოგადოებაში ხდებით, მით უფრო დიდი რაოდენობა არის ამ ავადმყოფების, რომელსაც აი ესეთი ყოვლად უმიზეზო ტკივილები გააჩნიათ თელი სხეულის. ტკივილის მართვა თუ ტკივილის მოხსნა. რატომ ჭირდება მას ცალკე მართვა? ავადმყოფები სწავლობენ როგორ იცხოვრონ ამ ტკივილთან ერთად. ადამიანის ტვინსა აქ იმის უნარი, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადაიტანოს ყურადღება. ქართული ჯანდაცვის ტკივილი. როგორ ჩანს გარედან საქართველოს ჯანდაცვა თქვენთვის? შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ არც ერთ მთავრობას არაფერი პროგრესული ან კარგი ჯანდაცვის განვითარების მხრივ არ გაუკეთებია. მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში ძირეული რეფორმაა ჩასატარებელი. ექიმი დაინტერესებული არის უფრო მეტი პროცედურის გაკეთებაში, უფრო მეტი სწავლის გამოწერაში. ღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს არ უნდა გერჩივნოს. მივიღეთ ის, რომ უზარმაზარი ფული გაედინება თურქეთში. თავარი რაც არის, ეს არის პრევენციული მედიცინის ხვედრითი წილის გაზრდა. მგონია, რომ უარესობისკენ მიდის ახლა საქმე. მოსახლეობის 80%-ს ნამდვილად არ შეუძლია გეთანხმებით ძვირადღირებული სამეცნიერო სერვისების მიღება დაზღვევის გარეშე. რეზიდენტი ფულს კი არ უნდა იხდიდეს, რეზიდენტს ფულს უნდა უხდიდეს. შემოგზალებული აზრით ეს დანაშაული არის, რაც ხდება. ტკივილი, ექიმი და პაციენტი. ავადმყოფი ყოველთვის უნდა გასინჯოს. დობის გაჩენის მომენტი არის არა მარტო კარგი კომუნიკაცია, არამედ პროფესიონალიზმის შეგრძნება ექიმის მხრიდან. დღესდღეობით დამთავრდა ის, როდესაც ექიმს ჰქონდა რაღაც რევოლუციური იდეა. მაშინ ხარ ალბათ პროფესიონალი, როდესაც ცოდნა პლუს უნარები პლუს, რა თქმა უნდა, აი ეს კომუნიკაცია. ნახეთ, ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი მიქელაძის ამერიკული გამოცდილება ქართული ჯანდაცვის ხედვის პრიზმაში. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ადგილები, სადაც წელის ოპერაციებს ძალიან დიდი რაოდენობით აკეთებენ, თუმცა იციან, რომ საჭირო არ არის. მედიდია, ხუთშაბათს, ეკა სანიკიძესთან ერთად.